და მისი ოჯახი. საშუალო საჩუქარი მისის სტილმენს. საჩუქრების შეფუთვისას სულ მამაჩი მიმახსენდება. საჩუქრებით მაინც არ გვანებიურებდა. ახლაც მესმის მისი ხმა ბავშვობაში ჩვენ საჩუქრებს არ ვარიგებდით. ძალიან ღარიბები გახდით საამისოდ, სამაგიეროდ თავს ვატკიებდით ერთმანეთს. მამა ახლაც შემოგჭა შარშანდელი თავის ტკივილი. ეგ გავიგე. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ შობაზე კარგი მოგონებები მაქვს. იმ ქალაქში, სადაც მე ვიზრდებოდი, ჰელოუინის დღესასწაულის შემდეგ ყველა შობისთვის მზადებას იწყებდა ჩემი ოჯახის გარდა. დამანებე თავი რა! ჩვენს ოჯახში ისეთი შობა არასოდეს ყოფილა, როგორც იმ ოჯახებში. ტელევიზორში რომ აჩვენებენ ხოლმე. ამა ჩვენ როდის ჩამოვკიდებთ ნატურებს? ამის დროს ნატურებს ვერ კიდევდით. რა? დედა ყოველთვის გვისმინდა მამის ნათქვამს. მამამ თქვა რომ ახლა არა, მაგრამ იმ კვირაში ჩამოვკიდებთ. რა? რას ლაპარაკობ? ამ შობაზე არ გვექნება ნატურები. ენერგია უნდა დავსაყოთ. ვისი შენი? ამ სისულელით მოსმენას არ ვაპირებ. Santa Claus შენი ხულის საშუალო წარმოგება. ვიცოდი რომ ამაში Santa Claus-ის ხელი ერია. შობის სული და გული არ არის. ეგ გავიგონე. ზამთარი სიდარნელში ადრიანად დგებოდა, ჩვენთან ყოველთვის დიდი თოვლი იცოდა. 119, 221 უბნებში სკოლები იკეთება, ასევე 807 და 500 მეტრებში 200 უბნებში. Სავარ არის დღეს სკოლა დაკეტილია. ვაუ! სკოლარი! შენ გიხარია, სკოლაში საერთოდ არ დადიხარ. დედა, კარგად შეფუთე რომ მთელი ძალი დავაბზრიალო! დედა! ჭკუვით იყავით. გარეთ 1 მეტრი თოვლი და ერთმანეთს რამე რომ დაუშავოთ, სასწრაფო აქამდე ვერც მოაღწევს. კარგი. ჯობია საერთოდ დარჩე. ლუი, ეს მამიკოს წაუღე. სულაც არ მიხალისება. იმ სააბაზანოსთან ახლოსაც არ გავივლი. არა, იქ არ არის. აბა სად არის? რა არის ეს? რა ნიშნავს ხიდიან? რა ნიშნავს? რა არის? აი, გაშვები. გინდა დამდგრო. დედამ თქვა შეთმობა არ აწყენდაო. გამარჯობათ მისის სტილმენ, ხომ არ დაგეხმაროთ? დილამშვიდობის აბაშობო. აქ სადღაც გაზეთი უნდა იყოს. ჩვენ ვიპოვეთ მისის სტილმენ. გონი მანდ ვნახე ტომი. თქვა ტომი, ამას არ უნდა ქეუბნებოდე, მაგრამ აქ ჩვენს ქვევით თოვლის ბინადრები არიან. ფეხებში ხელს გაცემენ და თოვლის ორმოში შეგატევენ. ეი, ვიპოვე. გმადლობ, ლუი, რა კარგი ბიჭი ხარ. მოდი მეგუნდებს გავაკეთებ და თქვენ ერთმანეთს ესროლეთ. რა საყვარელი ბიჭი ხარ? შეტევის დაგეგმვისას საკმარად მოხალისე გჭირდებოდა. რა მაინც და მაინც მე? შეხედეთ. ჩემს მაგარ ესროლოთ. უნდა ყველას უყვარს, მაგრამ ყოველ ჩვენგანს რა გულაბიც არ უნდა იყოს, მაინც ეშინია გაღიმული გუნდა ყურში არ მოხდეს. აი ისიც. შეწმიდეთ ცეცხლი. აი, ყურში სვლა არ შეიძლება. შეხედეთ ლუიტერის. აი, არა მტირი. ლუი, როგორ ახარ? კარგი, წავედით. დაბრუნდი ლუი. მიუხედავად იმისა, რომ გუნდა ყურში ხდებოდა, მაინც კოწლობას ვიწყებდით. რატომ გაჭრობ? გუნდა მოკვდა ყურში. ისე მაგრად მტკიოდა, რომ გძნობდი რა საშინელებაც არ უნდა მეთქვა, მაინც არაფერს მიზამდნენ. ღმერთმა დასხელოს! ვერ გაიგეთ რა ვთქვი? დასხელოს! რაზღრიალებ, რა ხდება? ენძი მუშაობას რომ მორჩები ნატურებს ხომ ჩამოკიდებ? რა საკითხავია? მე ხომ ამისთვის გავჩდი ამ გვერდნად. აი, რა ბედი მაქვს. ნაგვის ხისახურად მივდივარ, ნაგვის ხისახურად მივდივარ. ბავშვობაში მანქანები არც საცობები იყო ქუჩებში, ცხენი და ჯორი თუ გეყოლებოდა. დედა ფიქრობდა, რომ ნაგვის ხისახურად მამას გარეთ გაყვანას მოახერხებდით, შეიძლება ხასიათზე მოსულიყო და ნატურებით ჩამოეყიდა. კარგი რა. კარგი აზრია.
სხვა საქმე არ აქვს? ან ტელევიზორს უყურონ, ან ვინმე ავადმყოფი ნათესავი მონახონ და მოუარონ. მოდი გავიყოთ და ისე წავიდეთ. მე დედასთან წავა. შენ გაჩერდი მეგობარო. აქ დარჩი მეთქი. მე ვიცი ამათ როგორ ველაპარაკო. ამ ნაძვებს კაპიკებად ყიდულობენ და 200% ძვირად ყიდიან. აი ეს ვიყიდოთ. შვიდნია თიმენი ხაბატონო. არა, ეგ არა, აი ეს, აქეთ რომ არის. ეს რაღის უტოტებო რომ არის. იქ $25. შენ მაგხის მოსართავად ჩვენთან წამოსვლას აპირებ? თუ გინდა $3 მოგცემ. რომერტო ჩემო ეს მამა ჩემი არ უნდა იყოს. მიდი გარაჟი და ხერხი მომიტანე. წადი სარდავიდან სადგამი ამომიტანე. რომელი სადგამი ყვავილებს რომ მოყვა? რა გინდა მშვენიერი სადგამია. ეგ ნივთი თაობიდან თაობაზე გადადიოდა. პატარა რომ ვიყავი, სად არ გქონდა სადგამები. მონაცვლეობით გვეჭირა იქ ხე, რომ არ ტაქსეულიყო. იმ ხეზე 3-4 საათი იმუშავა. აი მარტივი მოწიე. მეორე ფეხი აქეთ გამოჩეჩე, მაგას დააწიკი. ყოველ წელს ერთი და იგივეა, სულ სადგამში სვლა. მამა, ხე მოღუნულია. ტელევიზორთან დადგინდა ვერ შეამჩნევს. ისე რაც ეგ ნაძვის ხეხილ და უნდა ცეკვავდეს კიდეც. ეს თაფლოსტევა დაიტახა და მამას რომ ნაკურები გაეჩინა. ახალ სკილოსავ. ისიც გადიოდა და ჩვენ სიამაღეთ ვივსებოდით. ციყვებით უნდა მორთოს კაცმა. ჩემ თავს ისე ვაჯობებ. სიცილია, დიდი სიამოვნებით გავსავდი დედა თქვენის რომელიმე ნათესავს ახლა გარეთ. კარგ ღამეს გაატარებენ. ბიჭებო, ამით გაგიმასპინძლდებით. ჭამეთ სულახლებია. ყველას გასაგონად ვამბობ, ეს რა ჯანდება? ლუი, დადე ეგ დოლარი და მეორე აღზე გადაფე. დედა! საწყალი მისის სტილმენი იცი სულ მარტო ხვდება შობას. ბედნიერი ქალი ყოფილა. მისი შვილები ფლორიდაში გადავიდნენ, მას კი საშუალება არ აქვს მათ სანახავად ჩაფრინდეს. არც საჩუქრების ყიდვა შეუძლია. ნაძვის ხელსაც კი ვერ ყიდულობს. არ მგონია ამ შობაზე ვინმე ესტუმროს, ან სადმე იყოს დაპატიჟებული. ჯუმად, გითხარი ჯუმად მეთქი. დედა როგორც ყოველთვის მამას დაემორჩილა. კარგი. მაგრამ მე გადავწყვიტე დედას გამოვქომაგებოდი. მამა, შენ კი მეგობარო. ჯობია მოკეტო. მოკეტო? ნუ მაჩუმე ბრა. ჯუმად იყავი. ამ ოჯახში შენ ურავ ყველაფერს. ერთი აზრი მომივიდა. ხუმელში ხორცი შევდე. 3 საათი დასჭირდება შესაძლავად. ზომაზე ცვიანი გამოვა, ზუსტად ისეთი მე რომ მიყვარს. ასე რომ მე მისის სტილმანთან გადავალ, მაღაზიაში წაყოლა შევთავაზებ. ენდი, ამასობაში შენ მისის სახლის მორთვასაც მოასწრებ. არავითარ შემთხვევაში, ამ მომენტს მთელი კვირა ველოდი. ღმერთო ჩემო, გარაშე ზედმეტი ნატურები ხომ გვაქვს ჯანეტის ქალიშვილის ბიზაშვილის ქმარმა რომ გვაჩუქა? ხომ გახსოვს? არა, უკვე ყველა დავკიდე. მისის სტილმენი თავის ნატურებს დიდონ ვერ ჩამოკიდებს? რაც მისი მეუღლე გარდაიცვალა, მისის სტილმენი სულ მარტო დარჩა. ალბათ ნატურების შეძენის საშუალება არ აქვს, ხომ გესმის? აბა, საწყალი მისის სტილმენი, ალბათ 100,000 მაინც მიიღო დაზღვევიდან, როცა მისმა ბერიკათმა ფეხები გაჭიმა. ეჭვიც არ მებარება. ენდი, დარწმუნებული ვარ კიდევ ერთი ყუთი ნატურები გვაქვს. ეგ გავიგე. თუ კიდევ გვაქვს ჩემი ოთახის გარშემო დავკიდოთ. ლუი, თაროზე დევს საღებავის გამხსნელთან. ხომ გახსოვს ტომის თმიდან საღეჭი რეზინის ამოსაღებად რომ ხმარობდით? 3 საათი გაქვთ. თაროზე დევს საღებავის გამხსნელთან, გადასარევია. ჩემი ოთახის დასავარკებლად ამაზე კარგ დროს ვერც კი ვინატრებდი. მიდი, პალტო ჩაიცვი, ჩემთან ერთად წამობრძანდები. იცი, მგონია, ჯობია ტომისთან დავჭე. ხოდა რომ ვკითხე შაბას ასაკეთებ მეთქი. ლორა, ჩვეულებრივად. არა, შენ მას მიხედე. სასმო აფეთქებინებ. არა, ესე ჩემი ხედა. სტილმენებს ავირდივა. რა სიტყვი? ლუისთან ერთად. ზუსტად ეს მინდოდა ყინვაში გარეთ ბოდიალი საძაგრომ ყვირავასთან ერთად.
სანამ ნატურების დაკიდებაზე საათობით იმუშავებ, აუცილებლად უნდა შეამოწმო ითება თუ არა. მაგარი აზრია. ეგ გავიგონე. იმ დროს ერთი ნატურას ყოფილიყო გაფუჭებული მთელი ასხმა მწყობრიდან გამოდიოდა. მაგარია. ჯანდაბა მუშაობს. წამოდი, მოვამთავროთ ეს საქმე. შობის დღეზე წოლნა გამაცუცურაკა. შობის დღეზე წოლნა. მამა ხედავ? მისი სტილმეს ნათვის ხეც კი არ უდგას. მართლა? ესე იგი $35 უფრო მდიდარია. ესენი გამოხსენი. ძნელია ბავშვობა სოსისის მაგვარი თითებით გაატარო და თანაც მათ ესამზარეულოს ხელთათმანებ ჩამოწმულმა. ნუ ზოზინობ, მე გავიყინე, შენ კი დგახარ და უსაქმურავ. ერთი მანახამეები ჩახუჭდალ ბოსნებს როგორ დაიჭერ. ეგ გავიგე. კარგი, ახლა აქ მომიტანე. შენ კიბეზე, დაგდე იარაღი. კაცი ეკანარი თვალებში ნუ მანაფებ. ჩამოდი კიბიდან, ხელები ასე მეთქი მეგობარო. ეგ როგორ მომახერხო? მაგარი სენახაობა იქნება. ხელება წეული. კარგი. ვაი! მაგარი რა მეუთხარი ჯო? მამა ხომ არ დაშავდი? შენ ახუმრობ? მე ხომ თვითფრინავიდან უპარაშოტოდ ხტომას ვარ მიჩვეული. აშკარად შეგეშალეთ. ხელები არ ჩამოუშვა. მე მეზობელი ვარ. უბრალოდ მარტო ხელა მოხუც კალსაშობაოდ სახზე ნატურებს ვუყიდებ. ეს სახლი ვინმე საცხოვრებელ ადგილს არ გავს. ეს საკეც მაგაშია, სურპრიზზე ვუმზადებთ. მე ქუჩის მეორე მხარეს ცხოვრობ, ხედავთ? და აკაპირებ ნატურების დაკიდებას? ეს ჩემი ძვირფასი მეუღლის აზრია, ოფიცერო და თხოვნა რომ არ შემოსულა ჭოიდან გადამიყვანს. სხვა სახლზე რომ გეთქვა შეიძლება დაგვიჯერებინა კიდეც შენთვის. ბორკილები დაადე. რასაკეთებ? ვიღაცაში გეშლები. მან გაგდომილის უფლება, ყველაფერი რასაც იტყვით შეიძლება პროფესიონალურად გამოყენებული საკამათო საყვანისუფლება. ბაბათიეთ მაგარ ოფიცერო, გამარჯობათ, უკაცრავად. მე ლუი ანდერსონი ვარ, ეს კი მამა ჩემია. ეს ჩემი შვილია. სიმართლეს გეუბნებათ. აი ნატურების ყუთი და ხელსაწყოებიც აქ არის. არაფერია, შეგიძლია ხელები ჩამოუშვა შვილო. ხომ გითხარი შეგიძლია ხელები დაუშვა მეთქი? დაშებული მაქვს შენ. კეთილი მისტერ ანდერსონ, შეგიძლია თქვენი საქმიანობა განაგრძოთ. ერთ რჩევას მოგცემთ. ისე ქენით რომ ეს სახლი თქვენსაზე ბევრად უკეთესად გამოიყურებოდეს, თორემ დაბრუნდებით და გაჩვენებთ ძეირს. გაუმართლავთ რომ ხელი დადგენი მქონდა. მამას ენდივე გაუღებით არასოდეს გამოირჩეოდა, მაგრამ თავისებურად მაინც გადამიხადა მადლობა. დროზე თორემ მომიშჭრილობა მომეყინა. საკეთებ, წარმოგენა არ მაქვს. კარგად დაიჭირე, კარგად. რასაკეთებ, გინდა რომ ჩამოვარდე და კისერი მოვიტეხო. ყველაზე ცუდი სამუშაო მე ვხდება. ნატურებს ვარჩევდი, ის კი აქეთ იგი დასრიალებს. სულაც არ მეხალისება. სხვათა შორის შეიძლება დედმას დამარცხოს. რა ხდება? ვარდები, ვარდები, მიშელეთ, ვაი. ეს კაცი მის სტელმას გურდავს, არ გაუშვათ. გაიძვერა. მიდი, დაიჭირეთ. გაჩერდით. ისევ ნორმანდია. არის ბაშოვარათე. არა, მძარცული კი არა, მამა ჩემია. ეს მამა შენია, ლუი? ხო. ვაი, თუ და დააჩენს. მუდმივად. გვერდზე კიბია მიყუდებული, მივადგათ. დროზე ბავშვებო, ვარდები. შეგიძლიათ კიდევ ვთქვათ. ეგ გავიგონე. მინდა მისი სტილმენი გავახაროთ და სახლი მოურთოთ. გადასარევია. მისი სტილმენი ყველა შეხვდა. რამდენიმე მათგანი სახლში გაიქცა დამატებით ნატურების მოსატანად. რამაც მამა ჩემი სულგადარია. ვერიდან და როდესაც ვინმე ეხმარებოდა, ერთია მარტოს გაეკეთებინა და შემდეგ მთელი გზა ეწუწუნა. ეს ვინ არის?
გადამრია, მგონია რომ ყველაფერი იცის. ვიღაცის მომავალი სიდედრია, ახლავე გეუბნებით. კარგი, თანაბრად გავანაწილებ. ერთი არ განაცდეს? ახლა რაღა ეტაკა. ლუი, შიგნით შედი და შემოწმე მისის მარტოხელას დავალენების გამო დენი ხომ არ გამოურთეს. ჩანს რომ არა, სამზარეულოში შუქიანთია. კარგი, მათ დაბრუნებამდე 10 წუთი გადარჩა. ყველა ნატურა უნდა შევამოწმოთ. გაიშალეთ! ისე მოვიქეცით როგორც მამამ თქვა. ყველა ნატურა შევამოწმეთ. მამა რა თქმა უნდა საქმიანობაში ჩაერთო. ლუი! მარად მწვანე გამოგრჩა, შეამოწმე! მე მგონი მამა ჩემის რაც უფრო ხმამაღლა ყვიროდა, მით უფრო ტბებოდა. ბავშვებო, ლუი, თოვლის ბაბუა ნახე, შეამოწმე, მყარად თუ დგას. მყარად თუ დგას? თვითონ შეამოწმე მყარად თუ დგახარ. გავიგონე. მოდიან! დაწყნები ხარ ჩემ მანქანა. მაგ მწვანე მოკაჭკაჭე ჯარს შორდან უცნობ. ეს საკოლექციო მანქანა. სად არიან? რა ვქნათ, განათება ბოლომდე არც კი დაგვიყენებია. ნუ იდარდეთ, წინტელი ღამე გვაქვს, სანამ ეგ ჯაბახან აქამდე მოაღწევს. მამა, შეხედე! ჩამთველი მოძებნეთ. აი აქ არის. გაიდიეთ, მე ვიცი რასაც ვაკეთებ, ბოლოს და ბოლოს ელექტრიკოსი ვარ, განზე გადით. გავაკეთეთ! წავედით! ღმერთო ჩემო, წარმოუდგენელია. რა ლამაზია. ეს მამა ჩემის დამსახურებაა. ის ხომ ბრძენია და ცოტა ოდენი სველი თოვლის დახმარებით. რა ლამაზია. მოახერხა და ჩართო ნატურები. ვფიქრობ მამას ნამდვილად გული აუჩუქა. როცა დაინახა რა რეაქცია ჰქონდა მისი სტილმეს სიურპრიზის დანახვაზე. ნახერა დაემართება, როცა დენის გადასახადი მოუვა. ინატრებს დედამ ედისონის ცოლი ვიყო. ჰეი, ანდერსონ, კარგად იმუშავია. არც ისე ცუდია რა. იანვარში ჩამოახსნევინებ კიდეც კალბატონს ამ ყველაფერს. ჩვენი ყავთის რაღაც ხრიკია. ბედნიერ შევას გისურვებ. შესანიშნავია. აბა სამწაზე თუ გამოიცნობ, ვინ დააჯილდოებს მამას ამ სამუშაოსთვის. მისი სტილმე მაცხელი შოკოლადი მოიტანა და ყველამ საშობაო სიმღერა შემოვწახეთ. მამა შემოგვიერთდა. ერთი საღამოსთვის საკმარისად იხალისა. ჩვენ სახლში წავედით და საშობაო განწყობა ოჯახის დანარჩენ წევრებსაც გავუზიარეთ. კრამბავია, საწყალი ბიჭიკო. იმ ღამით მამა ჩემით ძალიან მომაყოლდა. შემდეგ გაირკვა რადგან მართავდა მისი სტილმენი თავის სახლს საშობაო. თურმე ებრაელი იყო. მიუხედავად ამისა, ეს შობა განსაკუთრებული იყო ჩემთვისაც და მთელი სამეზობლოსთვისაც. შობის დილაც განსაკუთრებული იყო. თითოეული საჩუქრის გახსნისას მამა მის ფალს აცხადებდა. იმედია გაგიხარდა ეს სიგა $12 ყიდა. ერთი თვე არ გაჭვევ, მაგრამ თუ შემთხვევით ირებს დაეჭახეთ, მაშინ შევძლებთ შელწով და მივირთმევთ. ერთი არ მოგწონებია, სახლზე მეორე გირაოს დადება მომიწია. ეს რომ მეტყიდა, ეს სახლი ჯერ ბოლომდე ჩვენი არც არის. აი მამა, ჩემი საჩუქარის ნახე. ჩემთვის დიდი მადლობა შვილო. კარგია. რამდენი ხანი ამ ხელსაწყოებს მეძე? გამომიჭირეთ რა, კარგი ხუმრობა, ძალიან სასაცილოა. ზუსტად მამასავით არის. ნამდვილი საჩუქარი სად არის? გამოაჩინეთ, მომიტანეთ. არის რამე ოჯახის უფროსისათვის? ცოტა ოდენი ნადავლი ოჯახის მარჩენალისათვის. აბა მოხუცხომა რაც გენინებთ. რა, ასე არ არის? ლუი? მეგობარო. ამ წელს მამა ჩემს ისეთ საჩუქარს უკეთებ, რომ ნამდვილად მოეწონება. თავის დენის კაბელებს უბრუნებ. ვიმედოვნებ, მოგეწონათ ლუისა და მისი ოჯახის ამბები.
ბედნიერ დღესასწაულს გისურვებთ.